ეს არის პროდუქტი, რომელიც პირველი გავსინჯე დაახლოებით 14-13 წელს ვიყავი პირველი პროდუქტი, რომელიც გამიგზავნა მაშინ დედაჩემმა საბერძნეთიდან, რომელიც უწყობს ხელს ასევე ბავშვის ზრდა განვითარებას. იქიდან მოყოლებული არის ჩემი საყვარელი პროდუქტი, ძალიან მიყვარს. გაიგეთ ალბათ კაპუჩინოს არომატით, შოკოლადის არომატით, ნამტყუს, ანუ არ ვიცი 1000 რაღაც არომატით არსებობს პროტეინები. მაგრამ მაინც არ არის ხოლმე გემრიელი არასდროს. და ეს ხდება თურმე იქიდან გამომდინარე, რომ ძირითად შემთხვევებში პროტეინების დამუშავება ხდება მაღალ გრადუსზე და ასევე არის ხოლმე დაბალი ხარისხის და საჭიროებს მაღალ გრადუსზე დამუშავებას და ამიტომ ამატებენ ხოლმე სხვადასხვა არომატიზატორებს, რომ მოხდეს აი ამ გემოს რაღაცნაირად დაფარვა. ანუ შემცველობაში არ უნდა შეიცავს რა თქმა უნდა დამატკბობლებს, ასევე არომატიზატორებს, არ უნდა იყოს რა თქმა უნდა დაბალი ხარისხის ცილა და ასევე არსებობს გავრცელებული სტერეოტიპი ცილასთან დაკავშირებით. ამბობენ რომ ანუ პროტეინები უნდა იყოს აუცილებლად ცხოველური წარმოშობის, ცხოველიდან მიღებული, რომ მოხდეს მისი ათვისება, რადგან მცენარეული არის სუსტი, თუმცა ეს არის ძალიან, რავი, გასული საუკუნის მითი, სტერეოტიპი, რომელიც დღემდე მოყვება და ზოგი იმეორებს ხოლმე დღესაც. თუმცა, სინამდვილეში საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელიც წყაროდან მიიღეს პროტეინები, ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ მოხდეს პროტეინის ათვისება, საჭირო არის შეიცავდეს მინერალებს, შეიცავდეს ამინომჟავებს და იყოს სტაბილური ფორმულა, რომ მოხდეს მისი ათვისება, იმიტომ ძირითადად შემთხვევაში პროტეინები შეიცავენ ხოლმე მხოლოდ პროტეინს და არ შეიცავს ამინომჟავას და უმეტეს შემთხვევებში პროტეინებს, როდესაც იღებენ და არ შეიცავს ამინომჟავას, უბრალოდ იღებს სვავ და გადის შენი ორგანიზმიდან. საერთოდ არ ხდება ეგეთი პროტეინის ათვისება, ფორმულაში აუცილებლად უნდა იყოს ამინომჟავა. და მოდით გადავიდეთ ჩვენს პროტეინებზე. ეს არის ულტრავიტამინების კომპლექსით. აქ მაქვს მითებული თვითონ შემცველობაც, ძალიან ბევრ ვიტამინს შეიცავს პროტეინებთან ერთად. ერთი ულუფა პროტეინი შეიცავს 24 გრამ ცილას. ერთ პორციაში არის 24 გრამი ცილა. ასევე შეიცავს 18 ამინომჟავას, 20-ზე მეტ ვიტამინს და მინერალს. პროტეინი ამინომჟავასთან ერთად სრულად ათვისებადი არის ორგანიზმში, ასევე გეხმარება წონის კონტროლში. შეიძლება მისი მიღება როგორც ორსულებისთვის, ბავშვებისთვის და განვითარებაში, ანუ ყველას შეუძლია ეს კონკრეტული პროტეინები მიიღოს. არ არსებობს არანაირი შეზღუდვა არც ასაკზე და არც მდგომარეობაზე. ამიტომ ლაქტაციის დროსაც შეიძლება, ორსულობის პერიოდში შეიძლება, ანუ ბავშვზეც მოქმედებს დადებითად, დედაზეც მოქმედებს ასევე დადებითად, აქ როგორ მიიღებთ? შეგიძლიათ ჩვენი პროტეინებით წონის მატებაც მოხდეს და წონის კლებაც. გახსნი რძეში და მიიღებ ჭამის შემდეგ, ამ შემთხვევაში დაიწყება წონის მატება. ანუ ვისაც წონის მატების პრობლემა აქვს, ანუ ვის რა პრობლემა აქვს, ზოგს მატება უნდა, ზოგს კლება უნდა, ანუ ყველასთვის არის მოსახერხებელი. ანუ რძეში თუ გახსნი შეგიძლია დაუმატო რაიმე ხილი, რომელიც მოგწონს ასევე და კვების შემდეგ მიიღო, ამ შემთხვევაში იწყება მატება. ხოლო იმ შემთხვევაში თუ საკვების წინ დალევ და გახსნი ასევე წყალში, სასურველი არის ბოთლის წყალში გახსნა და არა ქლორიანში, ამ შემთხვევაში დაიწყება წონის კლება და წონის შენარჩუნება, მატება არ დაიწყება. ასევე შეიძლება დღის 2 კვება ჩაანაცვლოთ, თქვათ დილით მიიღოთ საუზმეზე, შუა დღეს მიიღოთ თქვენი კვება ჩვეულებრივად და საღამოთი ისევე შეგეძლიათ. ანუ 2 კვებას ანაცვლებთ, რადგან ყველაფერი როგორც ნახეთ, შემცველობაში ყველა ვიტამინს, მინერალს, ცილას, ანუ ყველაფერს აწვის რა ორგანიზმს და ორგანიზმი არ შეიმშლებს. ანუ ორგანიზმი ნაკვები არის, კარგად, მაგაზე შეგეძლიათ არ ინერვიულად. უგემრიელესია, მე ძალიან მიყვარს. და არის კაკაოსი და ვანილის. ანუ ორივე კაკაო და ვანილი არის ნატურალურ ფხვნილზე არის დამზადებული, ანუ ჩვეულებრივ კაკაოს შეიცავს და ჩვეულებრივ ვანილს და არა არომატიზატორს.